და იმანა იყო და ხმლით მეც ესე მოვიქეცი. მაკედონელი არა ვარ, მაგრამ მაინც რა. ხორცი მოვხარშეთ. რა გაკვანძეს? ეგეთი რა გაკვანძეს? კორდიასის? რავი, რაღაცა გაკვანძეს რა ისეთი. ვიღაცას აქ უნდა რაღაცა ძალიან ხოჭო კვანძი გაკეთებული რა. ვა, ვეღარ ამოვიღე კაცოს. ესე. მოგეთ ხორცს მოხარშავთ, კი შემოგვაღამდა, კაი ხანი მოუნდა ამის ხარშვას, მაგრამ 1-2 საათი. ჰა? 1-2 საათი მეთქი. ეს ამაგეროთ იცი რა მაგარი რამე გამოვა ბატონო დავით. გამოვიდა უკვე. არ არის გამოსული. კიდე უნდა რამე ვქნა? აბა რა. ხორცის მოხარშვა დიდი ის არ არის, ფილოსოფია არ არის რა. თავარია მე დავეშვა? სანო დაეშვა კაცო. აი ეს ეგზევიდან ქვევით. არ გინდა ძალიან ათხოვ რა. კაი. მოდი ახლა ეს გადავდოთ იქით. და შეუდგეთ ამას. არა, დაიწი. მოკლედ ხორცი მოიხარშა. მე რეიღებთ ნიორს და ჭყელეტავთ. საჭყელეტით. საჭყელეტით ხო? ეს რა უცნაური საჭყელეტია, რომ მოდიოდით გზად შევხვდა და ცუდია, მე ცუდად ჭყელეტა. არა, ვიცი, რაღაცა არა ტრადიციული საჭყელეტი, ესეთი არ მინახი. აი ესე. მოგეთ ნიორი აუცილებელია რა, თუ გინდათ რომ წერე ოდნავ. არა, ჭეშმარიტად ის გამოვიდეს, რასაც ვაკეთებთ. ანუ ფინელები რასაც აჭამეხულე. მაგათ ღორიც უყავთ, არაკიც უყარ და უყართ, მაგრამ არას მევენ. მშრალი კანონი აქვთ. გემრიელი საჭმელი რომ გამოვიდეს. აჰა. ნიორი იყო. ეს აუცილებლად ცელოფანში ჩაყარეთ. ნუ საველე მდგომარეობაში ცელოფანში და ისე და მე უნდა ამ საქმეს წითელი პილპილი. აჰა. ძაღლიც მოვიდა. ზარბაზან. ზარბაზან? მან ძაღლს რა დავარქვა? სულ მოდის ხოლმე. გენადი? მოკლედ წითელი პილპილი